სახელითა მამისათა და ზისათა და სულისა წმინდისათა ამინ. გილოცავთ ყველას იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას. არასდროს არ მithქვამს და მინდა რომ გითხრათ ორი რამე, რომელიც ადამიანებს ჩვენ ძალიან გვიჭირს გამოთქმა ერთმანეთის მიმართ. პირველი, ეს არის შენდობა, რომ ვთხოვოთ ერთმანეთს ჩვენი სიამაყის გამო და შენდობას ვითხოვ ყველასგან, თუ ვინმეს რამე ვაწყენინე ნებსით ან უნებლიეთ და მეორე, ძალიან მიყვარხართ. ესეც ძალიან გვიჭირს ჩვენ ერთმანეთს რომ უთხრათ. მაგრამ პოზიტივი უნდა იყოს აუცილებლად. ერთმანეთს უნდა პატივი ვცეთ და ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ. ბრძოლის ველზე, როდესაც ადამიანი იმყოფება, რა თქმა უნდა, არ არის მშვიდობიანობის ჟამი, არამედ ბრძოლის. და ბრძოლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი მტერი არის დემონი, ეშმაკი, რომელიც არის ინსპირატორი შფოთისა, არეულობისა, ტრობისა და ყოველივე ცუდის, რაც კი შეიძლება ჩვენ ერთმანეთს დავმართოთ. ამ შემთხვევაში ჭურჭელი, იარაღი ვხდებით ან ღმერთის, ან დემონის. ამიტომაც გვჭირდება ეკლესია, რომ მივიღოთ ღმერთის დახმარება და ძალა იმისათვის, რომ ორი იარაღით აღჭურვილებმა ლოცვით და მარხვით განვაგდოთ ჩვენი დაუძინებელი მტერი და ცათა სასუფეველი მოვიპოვოთ. იერუსალიმში დიდებით შესვლა. უწინაც მრავალგზის ადიოდა ქრისტე იერუსალიმში, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით. რა არის ამის მიზეზი? ის რომ მაშინ მხოლოდ იწყებოდა მისი განგებულება და თავადაც არ იყო ასე ცნობილი. ამიტომაც ცხოვრობდა იგი ისე, რომ არაფრით განსხვავდებოდა სხვებისაგან და თავს არ განაცხადებდა. სხვანაირად მისი გამოცხადება არ იქნებოდა ასე საკვირველი, მხოლოდ იუდეველების გულისწყრომას გამოიწვევდა. ამჯერად კი მან თავისი ძალა აჩვენა. ჯვარი უკვე მოახლოებული იყო. ამიტომ თავს განცხადებულად განადიდებს და ისეთი დიდი ზეიმით აღასრულებს ყველაფერს, რომ ყველას აღანთებს. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა. როდესაც ლაზარეს აღდგინების შემდეგ მიუახლოვდნენ იერუსალიმს მოციქულებთან და უამრავ ხალხთან ერთად, ბეთბაგეს და ბეთანიას. ზეთისხილის მთასთან იესომ გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა. ახსენით და მომგვარეთ. როგორი სათქმელი არის? მაცხოვარმა ჯერ იწინასწარმეტყველა, რომ როდესაც შეხვალთ აი ამ დაბაში, დაინახავთ იქ ვირს და ახსენით და მომგვარეთ მიაკ. და ვისია ეს ვირი? კითხვა ისმის. რა თქმა უნდა, ეს მოციქულების არ არის ეს პირუტყვი, არამედ ამას პატრონი ყავს. მაგრამ აი სწორედ დიდებულება, რომ მოციქულებს ჯერათ და ბრძანებას აღასრულებენ. ხოლო თუ ვინმე გეტყვის, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა. ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს, რატომ ხსნით ჩოჩორს? ხოლო მათ უთხრეს, იმიტომ რომ უფალს სჭირდებაო და წინააღმდეგობის გარეშე მისცეს თავიანთი საკუთრება. ნახეთ, რამდენი საკვირველება აქ და რამდენი წინასწარმეტყველება ახდა. ქრისტემ ბრძანა, მომგვარეთ მე ვირი აქ და იქვე წინასწარმეტყველებს.
რომ არავინ დააბრკოლებს მათ. მხოლოდ მოусმენენ და გაჩუმდებიან. ამით უფალი გვიცხადებს, რომ მას შესწევდა ძალა წინ აღდგომოდა მის შესაპყრობად მოსულ სასტიკ იუდეველებს და დაედუმებინა ისინი, მაგრამ ეს არ ინდომა. მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და დაჯდა მასზედ. უფალი ერთსა და იმავე დროს ორი მიზნით ჯდება ვირის კიცუზე. ჯერ ერთი, რათა აღესრულებინა ზაქარიას წინასწარმეტყველება, რომელიც ღაღადებს: აჰა მეუფე შენი მოვალ შენ და მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა და კიცვსა ახალსა. მეორეც, რათა ხატოვნად გაგვაგებინოს ჩვენ, რომ იგი დაიმორჩილებს ახალ, განუწმენდავ და მოუთოკავ წარმართ ხალხს. თუმცა ქრისტემ, ჩემი აზრით, ამბობს იოანე ოქროპირი, არა მხოლოდ ამ მიზეზით ინება დამჯდარიყო ვირზე, არამედ იმის გამოც, რომ მოეცა ჩვენთვის ცხოვრების წესი. მან არა მხოლოდ აღასრულა წინასწარმეტყველება და დანერგა საიდუმლო სწავლება, არამედ წესად დაგვიდო დავკმაყოფილდეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებით. როდესაც დაიზრა იესო, ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ზეთისხილისა და პალმის ტოტებს გამარჯვების სიმბოლოს უფენდნენ. პირდაპირ ისტორიული მნიშვნელობით დაფენა სამოსისა დიდი პატივის მიღებას ნიშნავს, ხოლო ჩამოკაფული რტოებისა ზეიმს გამოხატავს. როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მთელმა ხალხმა სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ. განსაკუთრებულად კი მათზე იმოქმედა ლაზარეს მკვდრეთით აღდგენამ, რის გამოც ბევრმა ირწმუნა იესო. და როცა გაიგეს, რომ იესო უნდა მოსულიყო, მას შეხვდნენ დიდებით, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაელისა, რომელიც ახალი ქართულით ნიშნავს: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა. ხალხი ამჯერად მას როგორც ჩვეულებრივ ადამიანს კი არ ხვდებოდა და არც როგორც წინასწარმეტყველს, არამედ როგორც ღმერთს, ვინაიდან ოსანა ნიშნავს გვაცხოვნეს. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. ფარისეველნი რტვინავდნენ იმის გამო, რომ ხალხი იესოს მეუფეს უწოდებდა და განადიდებდა მას როგორც ღმერთს. ვინაიდან მათი აზრით საზეიმოდ მინიჭება მისთვის მეუფის სახელისა იყო ნიშანი აღმაშფოთებელი და ღვთისგმობის მომასწავებელი. მაგრამ იესო ამბობდა: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. ანუ ადამიანები ამას ამბობენ არა ჩემდამი მაამებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამაში მათ არწმუნებს და აღზრავს ამისთვის ყველა ის ნიშანი და ძალი, რომელიც იხილეს. როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა რა მოგანიჭებს მშვიდობას. ანუ თუნდაც ახლა რომ შეგეცნო თუ რა არის შენთვის სასარგებლო და რას მიყავხარ მშვიდობისა და სიმშვიდისკენ, კერძოდ რომ უნდა ირწმუნო ჩემი და განეშორო ბოროტ განზრახვას ჩემს წინააღმდეგ. ახლა კი დაფარულია შენთვის თვალთაგან ის, რომ მოუთმენელი უბედურებანი დაგატყდება შენს მიერ ჩემი უარყოფის გამო და დაითმენ ამას და ამას. ანუ შენი მტრები ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, იმის გამო, რომ ვერ გულისხმაყავი ჟამი შენი მოხედვისა, ანუ ჩემი მოვლენისა, როდესაც მე მოვედი შენს მოსანახულებლად და სახსნელად და ეს წინასწარმეტყველებაც მაცხოვრისა ახდა.
როდესაც 70 წელს ტიტუსი შემოესია რომის მხედართმთავარი და ქვაქვაზე არ დატოვა. და ისტორიკოსი პირველი საუკუნის იოსებ ფლავიუსი ჩვენ გვიყვება, რომ ჯვარზე აკრავდნენო ბავშვებსო რომაელები და სისხლის მდინარე დიოდა. და რატო დაემართათ ეს? იმიტომ რომ ვერ გულისხმაყვეს ჟამი მათი მოხედვისა, რომ უნდა ერწმუნათ ქრისტე და არა ჯვარზე გაეკრათ და ეძახათ ოსანას შემდეგ ჯვარსაცვი. როდესაც ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიზრა და ამბობდნენ, ეს ვინ არისო? ხალხი კი ამბობდა, ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან. იხილეს სულ მდაბლობა იუდეველთა. ადრე როცა ქრისტემ ამდენი სასწაული აღასრულა, ისინი მას ამდენად არასოდეს გაუოცებია. ახლა როდესაც იხილეს მომდინარე ხალხი, გაოცდნენ, შეიძრა მთელი ქალაქი. ქრისტემ დიდებით შესვლა აღასრულა არა დიდების სიყვარულით, არამედ იმისათვის, რომ როგორც აღვნიშნე, წინასწარმეტყველებაც აღსრულებულიყო, ჭკუაც დაერიგებინა მათვის და ამასთან ერთად მოწაფეებიც შეწუხებულნი მისი მომავალი სიკვდილის გამო, იმისი ცოდნით დაემშვიდებინა, რომ ყოველივე ამას ნებაყოფლობით დაითმენს. აი თურმე კითხვა, რატომ აღასრულა უფალმა დიდებით შესვლა. ამის შემდეგ შედის იერუსალიმის ტაძარში და უფალი განურისხდება ტაძარში მყოფ იუდეველებს, რომლებიც ძალიან ცუდი საქმით იყვნენ დაკავებულები. ეს საქმიანობა იყო რა? მაცხოვრის სიტყვებიდან გვესმის, რომ მამაჩემის სახლი სალოცავი სახლია და თქვენ იგი ქვაბ ავაზაგთა გიყოფიეს. ანუ სავაჭროთ იყო გადაქცეული იერუსალიმის ტაძარი. ფულის გადამხურდავებლები ისხდნენ, ახურდავებდნენ და მთელი ეს, როგორც აი ბაზარში არის შფოთი, არეულობა, აი მსგავსი რამ ხდებოდა ტაძარში. ამიტომ აიღო შოლტი და გამოყარა ტაძრიდან და ყველაფერი დაუმსხვრია და გაუნადგურა. ისმის კითხვა, შეიძლება ესეთი მრისხანება რომ გამოავლინოს ადამიანმა? სულიწმინდა ფსალმუნებში ამბობს, განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ. განრისხდით, მაგრამ არ შესცოდოთ. ესე იგი ნიშნავს, მრისხანება ცოდვაც არის და არ არის ცოდვაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის, რატომ, რა მიზეზით განურისხდები. როდესაც ხედავ, რომ ბილწავს ადამიანი ტაძარს და როდესაც ხატები ფეხქვეშა აქვს გათელილი, რა თქმა უნდა, მას სიყვარულით ხო არ ეტყვი? ჩემო საყვარელო ადამიანო, არ აქნა ესე ხო არ ეტყვი? როგორ უნდა მოიქცე? როგორც მაცხოვარმა მოიქცა, უნდა განურისხდე. გამოაძევო ტაძრიდან, უნდა მოკიდო ხელი. და ეს, რა თქმა უნდა, სიყვარულის ნიშანია, მანიშნებელია. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც აღზევებულია უდიდესი კადნიერებით და ამპარტავნებით და ღმერთზე აღმართავს ხელს, ამ შემთხვევაში მას რბილი, თბილი და მოსიყვარულე სიტყვით ვერ გამოაფხიზლებ და ვერ შეაგონებ. საჭიროა მკაცრი, მამხილებელი სიტყვა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი შეგვეწიოს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გვეძახოს ოსანა და არა ჯვარს აცვი. მთელი ცხოვრება გვედიდებინოს ღმერთი არა მხოლოდ ბაგით, არამედ ჩვენი ცხოვრების წესით. ნახეთ როგორ ამბობს ერთ-ერთი მოციქული. მხოლოდ სიტყვით ნუ ყვარობთ ერთმანეთს, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით. მარტო სიტყვით რო ვთქვათ და უთხრათ ერთმანეთს
ან სადღეგრძელოებში, ან ისე რომ როგორ პატივს გცემ, როგორ მიყვარხარ, მაგრამ შენი საქმეები სიტყვებს არ ეთანადება, არ ამყარებს, რა თქმა უნდა, სიტყვას ეკარგება ძალა, მაგრამ როდესაც საქმითაც და ჭეშმარიტებით ჩვენ აღვასრულებთ ურთიერთ სიყვარულს და პატივისცემას, რა თქმა უნდა, იმ სიტყვას აქვს უდიდესი ძალა. უდიდესი ძალა, რადგანაც ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული ეფრქვევა ყველა ადამიანს. ვისაც სურს ღმერთის ხილვა, ღმერთი რომ იხილოს, იგი ხედავსო მას, ამბობს იოანე დამასკელი, რადგანაც ღმერთი არისო ყოველივეში. ღმერთი ყოველივეშია, ღმერთი ყველგან ყოფია და თუ გინდა ღმერთის ნახვა, ყოველივეში დაინახავ. აი ბზის რტოებშიც კი ღმერთს განჭვრიტავ. რადგანაც ვისთან მიყავხარ ბზას, ვისთან მიყავხარ ყვავილს, მცენარეს, ცხოველს, ადამიანს, თუ გაიაზრებ, ღმერთთან მეგიყვანს, რადგანაც ერთი შემოქმედი ყავს სამყაროს, რომელმაც შექმნა და მიატოვა კი არა ეს სამყარო, არამედ შექმნა და ატრონობს და უვლის თავისი განგებულებით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა აკურთხოთ. თუ ბევრი ხალხი არ არის, გარეთ ცოტა ქარია, ამიტომ აქ შეიძლება აკურთხოთ. და შემდეგ, ლოცვას არ ჭირდება მანძილი. შეიძლება კარებთან იდგეს ადამიანი და ფიქრობდეს, რომ არ არის ჩემი ბზა ნაკურთხი, განწმედილი. ესე ნამდვილად არ არის. ნაკურთხი წყლის სხურება ვისაც უნდა, ესე შეიძლება მობრძანდეთ და ყველას სათითაოდ ვასხურებ. ეს დაუძახს ყველას შემოვიდა.